მივესალმები ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ნიკა მელია განაგრძობს რეაქციას. დიდი მადლობა ნიკა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა პირველი კითხვა დაგისვათ, რა თქმა უნდა, თქვენი შეფასებები მოვისმინეთ გუშინდელიდან მოყოლებული არაერთხელ ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მაგრამ აი გავიდა ერთი დღე, ხო, დღე ნახევარი მისი დაჭერიდან. როცა დაალაგეთ ეს ყველაფერი, საბოლოო რა ახსნა გაქვთ? რატომ დაიჭირეს მაინც და მაინც ეხლა აი ამ მოცემულობაში? ნიკა, ეს უკავშირდება თქვენი აზრით ევროინტეგრაციას ჩვენი ქვეყნის, ეს უკავშირდებოდეს შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დასანქცირების შიშებს, რომ ძალიან მსუხე სავაჭრო ფიგურა იყოს ნიკა გვარამია, თუ დამასანქცირებთ უფრო უარეს ვიზამ და კიდევ სხვებსაც დავიჭერან და თუ არ დამასანქცირებთ გამოუშვებთ, თუ რა რითი ახსენით? აი დღე ნახევრის თავზე შემიჯამეთ და მომაწოდეთ თქვენი ფიქრები, რას ფიქრობთ, რატომ ახლა და ამ მოცემულობაში? დიახ, მადლობა. მადლობა თქვენ. ბოლოთი დავიწყებ, სანქციებით დავიწყებ. სიმართლე არის ხელისგულზე. ბიძინა ივანიშვილი რა ვადაში გახდება სანქცირებული, ჩემი აზრით ეს არის დროის საკითხი, თუმცა ფაქტი ხომ ჯიუტია, შემდგარია ფაქტი, რომ იგი იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, იგი არის შეზღუდული ბევრი მიმართულებით, მისი ეკონომიკური საქმიანობა, ტრანზაქცია არის შეზღუდული და ეს ყველაფერი არ იმალება პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მიერ და მისი ადვოკატების და მისი წარმომადგენლების მიერ ხელისუფლებაში, რომლებსაც აქვს პრეტენზია იყვნენ პასუხისმგებელნი ქვეყნის სვებედზე. რეალურად თუ კი რამე მათ აინტერესებდა და რაიმეთი არიან თავადკივებულნი, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონების გადარჩენა არ გადარჩენის საკითხია. ეს ყველაფერი არ არის გაზვიადება, ეს ყველაფერი არ არის უბრალოდ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა. ეს ფაქტია და მე ფაქტების კონსტატირებით ვცდილობ ახლა ვისაუბრო. თქვენც და მეც ბევრ რამეს ამ ეტაპისთვის ალბათ ჯერ კიდევ ვერ გავიგებდით, თუ რა ხდება ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით, რო არა თავად ბიძინა ივანიშვილი და ეს ადამიანი არ მალავს, რომ იგი მის მიმართ ხორციელდება უმკაცრესი მონიტორინგი. გამადიდებელი შუშით უყურეს მთელი ცივილიზებული კი, ახალი განცხადებაც ამაზე მეტყველეს პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი რომ არის ბიძინა ივანიშვილი კრედიტ სუისის მხრიდან. ასეთია ახალი განცხადება. დიახ, ამიტომ ახლა როდესაც ვართ იქ, სადაც ვართ, საუბარი იმაზე, რომ იცით, გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილი გახდება დასავლური სანქციების მსხვერპლი, მე ვფიქრობ, უბრალოდ ლოგიკას მოკლებული არის. აი ნამდვილად რომ იყო ახლა ბიძინა ივანიშვილის როცა დაიფაროს და თანამებრძოლი და კეთილ სურველიც, ამაზე ვერ ვეტყოდი და ეს პირველ რიგში მან იცის. გუშინდელი დღე კიდევ ერთი დასტური იყო შემდეგი მოცემულობის. ის ნაკლს კი არ თulis, რომ ხელისუფლებას აქვს მართლმსაჯულების, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების სახით. არ არის ეს მისთვის ნაკლი. უცხოელებს, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კომაგებს უთხრა, რომ ეს არ არის ჩემი ხელისუფლების ნაკლი. პირიქით, ეს არის ჩემი ღირსება. ღირსებად ითვლის იმას, რასაც მისი პროკურატურა და სასამართლო აკეთებს. და სრულიადაც არ თვლის, რომ ეს არის ნაკლოვანება, რომელიც მან უნდა გამოასწოროს. და ამას ეუბნება არა ინგა გრიგოლიას, არა ნიკა მელიას და ჩვენ მაყურებლებს, არამედ ეუბნება ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომლებსაც 30 წელიწადზე მეტია უამრავი, როგორც ფინანსური, ემოციური, პოლიტიკური ინვესტიცია აქვს განხორციელებული ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ეს ხო შემთხვევით არ ხდება და იმისიც ამჯერა მე პირადად, რომ გამოცხადებას სასჯელის უკანონო სრულიად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სულ რამდენიმე საათით ადრე მოხდა, სანამ ღარიბაშვილი ჩავიდოდა ბრიუსელში. დიახაც, უნდოდა რომ ადგილობრივ საზოგადოებას ვითომ დაენახა რამდენად გაბედულია ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დასავლეთი ახლა გამადიდებელი, როგორც უკვე ვთქვი, შუშით უყურებს მის ოლიგარქიულ საქმიანობას, აი დემონსტრირება მოეხდინა თითქოს, რომ მიუხედავად ამისა მე არ ნერვიულობ და შემიძლია რამდენიმე საათი ადრე ნიკა გვარამია
მხოლოდ იმიტომ დავაკავო, რომ კერძო კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობდა ის და მისი ოჯახი და ამავე დროს ჩემი დესპანი წარმომადგენელი ირაკლი ღარიბაშვილი გაუშვა ბრიუსელში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან არასასიამოვნო საუბარი ექნებოდა ევროპელ ბიუროკრატებთან. ამიტომ ახლა ჯერი არის როგორც ადგილობრივ საზოგადოებაზე, ქართველებზე, ასევე საერთაშორისო ჩვენს მეგობრებზე, რომლებსაც პრაგმატული მოსაზრებები, პრაგმატული ინტერესი აქვთ ჩვენთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დიახაც ეს მთელი ინვესტიცია, რომელიც მათ გაიღეს ამ წლების განმავლობაში, წყალში გადაყრილი იქნება. ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ღირებულება და ქართველი ერის ნების ყიდვა, რომ ბიძინა ივანიშვილიზე დიდი ფულითაც არის შეუძლებელი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრები აი ამ ყველაფრის დემონსტრირებასაც ცდილობენ მათხად არსებული დემოკრატიული ბერკეტებით. დიახაც, ბიძინა ივანიშვილი რატომ ანერვიულდა, იმიტომ რომ მან გაიგო, რომ შეიძლება მას ჰქონდეს ბევრი შემოსავალი, ბევრი ფული, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ფასდაუდებელია. ფასდაუდებელია და შეუფასებელი არის თავისუფლება და ფასდაუდებელი და შეუფასებელი არის ღირსება. და ამ გზაზე, როდესაც შენ ფეხს ქვეშ თელავ ღირსებასაც, თავისუფლებასაც და ყველა ფუნდამენტურ უფლებას ადამიანებისა, რომლებმაც თავის დროზე აგირჩიეს, რომ საპირისპირო გეკეთებია, ხო? და მიიტაცეს სახელმწიფო, ევროპული დასავლელი ჩვენი მეგობრები თვალს ამ ყველაფერზე არ დაფუძნებენ. ნიკა, აი ერთი წამით ეხლა გაგაწყვეტინებთ მაშინ და ისევ რადიო თავისუფლების ინფორმაციას ვეთყვი მაყურებელს. რადიო თავისუფლება საკუთარ კორესპონდენტზე დაყნობით წერს, რომ შარლ მიშელმა ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს არასაკმარის შესაბამისობაზე ისაუბრა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედ სანქციების თემა გახდა ჩვენი არმიერთების, ჩვენი აი იმ დაფიქსირებული პოზიციის თემა გახდა მთავარი საგანი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო დასანქცირებაზე დაიწყო ეჭვების გამოთქმა, რომ იმიტომ ხომ არა, რა პოზიციაც დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინასთან. ეხლა მაინტერესებს, ერთი არის ჩვენ რა შეგვიძლია იქ შეხვედრიდან გამომდინარე ვივარაუდოთ, მეორე არის რეალობა, რომელიც არის დამდგარი უკვე გუშინდელი დღის შემდეგ. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ნიკა გვარამიას საკითხი, როგორ უნდა წარიმართოს? გამოვიდა ქიბარ ხალვაში დაანონსა, რომ მას აუცილებლად კიდევ სარჩელი მოყვება სამოქალაქო. გამოვიდა დღეს კობახიძე თქვა, რომ გვარამიას მოუწევს იმ მილიონების დაბრუნება, ანუ გაჩნდა ეჭვი მისი ბრალის დამძიმებაზე, არ ვიცი, რაღაც ასეზე. რა როგორ ხედავთ თქვენ, რამდენი ხანი შეიძლება იჯდეს ნიკა გვარამია ციხეში? დიახ, მინდა ორი სიტყვით თქვა გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით, ჩემო პარადოქსალურად მოეჩვენოს აქ ცოტა ადამიანს, მაგრამ პირად ჩემ ემოციებს და განცდებს გაგიზიარებდით, სიამოვნებდით, მე პირიქით წვენა გამიგვივდა, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო ახლოს არის დამარცხებასა და დამარცხებადია. და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავითვალისწინოთ, როდესაც მსგავსი დაკავებები ხდება, აბსოლუტურად უსაფუძვლო ძლიერის პოზიციიდან მოქმედი ხელისუფლება არ აკეთებს ამას. ხელისუფლება ამას შედის, იმიტომ რომ პოლიტიკურად ვეღარ არწმუნებს საზოგადოებას, რომ ის ღირსია, თუნდაც დარჩეს რაღაც მომდენო 2-3 წლით ან თუნდაც 1 წლით მათთვის სადავეებთან. მას აღარ აქვს უნარი შესაბამისი, რომ დაარწმუნოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ გადადგმულ ნაბიჯებში, რომელსაც ის დგამს. როდესაც ეს პოლიტიკური შენი წონა და კაპიტალი არის აბსოლუტურად გაკოტრებული, შენ თავიდან ბოლომდე აამუშავებ შენს ხელთ არსებულ მავნე ბერკეტებს, ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების სახით, რომელზეც არა მე და არა თქვენ საუბრობთ, რომ არის კლანის ხელში, არამედ შეგახსენებთ სულ რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის დასწმაში მთელი თავი მიეძღვა, რომ სასამართლო კლანი არის ყველაზე ერთ-ერთი გავლენიანი კლანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს შემართება, რომელიც არა მხოლოდ მე მაქვს დაკავების შემდეგ ნიკა გვარამიასი, რომელმაც მეტი ენერგია, მეტი мотиваცია შეგვძინა, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს გადაედება. წინააღმდეგ შემთხვევაში იცით, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სცენაში ვეწერებით და ბიძინა ივანიშვილს ვანახებთ
ჩვენს სისუსტეს, თუკი ჩვენ ვიქცევით ჭირის უფლებად და გლოვას დავიწყებთ თითოეული ჩვენი თანამებრძოლის დაკავების შემდეგ ის ჩადგება პოზიციაში, საიდანაც დაინახოს, რომ ნახე რა სწორს ვაკეთებ, როდესაც უსამართლოდ დაუკავებს სხვადასხვა თანამებრძოლებს, იქნება მედია მენეჯერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ნაცვლად იმისა, რომ ბრძოლის უნარიანობა მატულობდეს ჩემს წინააღმდეგ განწყობილ საზოგადოებაში, პირიქით ისინი ხდებიან პარალიზებულები, ხომ? მხოლოდ ამიტომაც უნდა ვიყოთ ბევრად უფრო მობილიზებულები და ბევრად უფრო ორგანიზებულები და ეს ასეც იქნება. გუშინდელი შეხვედრა ინგა, გუშინდელი შეხვედრაც იყო ჩემთვის ნიშანი მკაფიო, რომ ჩვენ ამ გზაზე დავდექით. ყველა ნეგატიურ მოვლენაში პოლიტიკოსებმა, საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანებმა, ამ შემთხვევაში მედია წარმომადგენლებმა, რომლებსაც სხვა კიდევ უფრო წუხილი და თანაგზნობა გაქვთ ნიკა გვარამიას მიმართ, ვინაიდან ის არის უკანასკნელი წლების განმავლობაში თქვენი კოლეგა, ხო? ეს ადამიანები ძლიერდებით და თავს ძალას ვატანთ და ერთად ვხდებით სრულიად განსხვავებული ადამიანები. კი ბატონო, მქონია ასეთი შემთხვევები წლების წინ, მაგრამ არც თუ ისე ხანძრივი პერიოდი, როდესაც ხდებოდა ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენა და საჭიროება მოითხოვდა, მაგრამ დიდი ხანია ჩვენს გავცეს. ხო და აი რა გადაწყვეტილებამდე მიდიხართ, ნიკა, აი მამუკა ამბობდა, რომ გუშინდელ შეხვედრაზეც მამუკა ხაზარაძის ინიციატივა იყო პარლამენტიდან გამოსვლა, ბოიკოტი. აი ნაციონალური მოძრაობა მაგალითად დაუჭერს თუ არა ამ ინიციატივას მხარს, ანუ აი შედეგობრივად მაინტერესებს თორე შეხვედრა გასაგები. გიპასუხებ, სიამოვნებით გიპასუხებ და მე კიდევ ერთხელ დავწუნდი, რამხელა რესურსია იგივე სამოქალაქო საზოგადოებაში, იგივე არასამთავრობო საზოგადოებაში, იგივე პოლიტიკურ ჯგუფებში არიან ადამიანები, რომელსაც ბევრი შესაბამისი უნარჩვევები აქვს, რომელთა გამოყენება აუცილებელი არის დღევანდელ დღეს. მე ვფიქრობ, იცით, პარლამენტში დარჩენა, პარლამენტში არ დარჩენა, კოალიციური მთავრობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ საკითხები არ არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის თვითმიზანი. ნამდვილად არ არის. არ არის საშუალებები რომ მივაღწიოთ, ეს არის საშუალება რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს. ნამდვილად მთავარ მიზანს უნდა მივაღწიოთ. როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და ამაზეც იყო კი ბატონო საუბარიო, კონკრეტული გადაწყვეტილებები მოემსახურება არა უბრალოდ საკითხებული მორიგი ტყვის გათავისუფლებას, არამედ ძირეული პრობლემის მოგვარებას, რომლის მოუგვარებლობის შემთხვევაში გათავისუფლდება აუცილებლად ნიკა გვარამია, გათავისუფლდება აუცილებლად მიხეილ სააკაშვილი, ამაში ეჭვი ამეპარება. და რა არის ეს ძირეული? იყოს პატიმრობა, რაც არ უნდა უკანონო პატიმრობა იყოს, ასე თუ გვიან, ხო თავისუფლდება ყველა, მაგრამ პრობლემა, რომელიც არის სახეზე ოლიგარქიული მმართველობის, თუ არ გადაიჭრა ინგა, რა თქმა უნდა, ხო და როგორ პრაქტიკა გაგრძელდება და თუ მე დავწმუნდები, თუ ჩვენ დავწმუნდებით, დაწმუნებული ვარ ასევე კონსენსუსის საფუძველზე მივიღეთ სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტის დატოვება იქნება თუ პარლამენტში დარჩენის საკითხის გარშემო დისკუსიის პროცესში, როცა ვიქნებით შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ თავად პარლამენტის დატოვება არ შეიძლება იყოს სტრატეგია, როგორც არ შეიძლება იყოს სტრატეგია თავიდან ბოლომდე ერთი ან ორი აქციის მოწყობა. შეიძლება დიდი სტრატეგიის სხვადასხვა კომპონენტები იყოს. მე ვერ გამოვრიცხავ, სიმართლეს გეტყვით, რომ ჩვენ მოგვიწევს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის პარლამენტთან მიმართებაში, მაგრამ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს მე ვფიქრობ უკვე ამ პროცესში, სანამ მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური პრობლემები არ გადაწყდება, ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ჩვენი პოზიციები და ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც, რომ ისინიც იყვნენ აქტორები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მეწმუნეთ ინგა, თუ მე მეწოდინებოდა, რომ ხვალ აი რიგითი კალენდარული დღის დასრულებამდე პარტია ნაციონალური მოძრაობა მისი ფრაქციის სახით პარლამენტს დატოვებს და პრობლემები მოგვარდება, დავკადნიერდები და პირდაპირ გეტყვით, ამ ყველაფერს ვერაფერი ვერ დაუდგებოდა და ჯერა რომ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობებიც ფრაქციების სახით იგივე ნაბიჯს გადადგამენ, მაგრამ დღის წესრიგში ეს საკითხი ჩვენ არ უნდა მოხსნათ. ბუნებრივია, თუმცა ეს უნდა იყოს დიდ სურათში დანახული,
დიდი სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი. კი, ბატონო. იმიტომ რომ არ უნდა იქცეს 2 ან 3 დღიანი საინფორმაციო ველის ათვისების უბრალოდ რაღაცა შემავსებელი გადაწყვეტილი ნაბიჯი, სადაც მოვალ მე თქვენთან გადაცემაში, მოვლენ ჩვენი დეპუტატები და გაცნობენ სიხარულით, რომ მათ დატოვეს საპარლამენტო მანდატები, მაგრამ რას ვაკეთებთ ხვალდაზე? ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება დაინახოს, რას ემსახურება ესა თუ ის გადადგმული ნაბიჯები. მე არ ვერიდები ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება უსამართლოდ ზოგჯერად თლიანად ფართო სურათში პროცესი არ აქვს დანახული და მიაჩნიათ ანაციათ ერთ დღეს დიდი აქციის გამართვა. ეს ასე არ არის. ეს ასე რომ იყოს ხელისუფლება მრავალი წლის წინ იქნებოდა შეცვლილი. თუმცა ვიქით დავიწყე, მით დავამთავრე, ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. გავიგე და ერთი კითხვა მითხარით რა პასუხი. ნიკა მოიხდის 3 წელს და 6 თვეს თქვენი აზრით თუ უფრო ადრე გამოვა პრეზიდენტის შეწყალების იმედი თუ გაქვთ? არის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ საუბრისგან ახლა თავ შევიკავებდი, უბრალოდ ერთს ვიტყოდი. დააშანტაჟა დღეს კობახიძე. მის ადგილზე მყოფი აუცილებლად მოიქცეოდა მხოლოდ ადეკვატურად. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა ეს ვერ დაინახა, რა უნდა გააკეთოს. არის წილი ნაყარია ბევრი მიმართულებით ამ ქვეყანაში, ქალბატონ ზურაბიშვილს აქვს ეს უფლებამოსილება, არავინ არ ვაპირებთ მას კალთები, ასე ვთქვათ, ჩამოვახიოთ, გავკადნიერდები ასევე და ვიტყვი, არავინ არ ვაპირებ, მათ შორის არც მე, რომ მას ვეწვიო და ვთხოვო ნიკა გვარამიას შეწყალება, იმიტომ რომ დასრული ადამიანია, პრეზიდენტია ამ სახელმწიფოსი, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ და რანაირად იქნა იგი არჩეული, სტატუსი აძლევს მას შესაძლებლობას, გადადგას ნაბიჯი, რომელიც ოდენავ მაინც მომდენო პერიოდის განმავლობაში დაასტაბილურებს საკავშირთან დაკავშირებით. მან არ დამალდა თქვა, რომ მე ასე გავიგე, აქვს კომპლექსი პოლიტიკური და ის არ აპირებს მის შეწყალებას. ეს აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, თორსა ადამიანი ებრძვის სიკვდილს და იბრძვის სიცოცხლისთვის და ამ დროს საუბრობს, რომ ის მას არ შეიცავს, მაგრამ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, როდესაც კიდევ უფრო ალბათ უსაფუძო და ყველაზე უსაფუძო დაკავებები, რაც კი გვინახავს ამ წლების განმავლობაში, ალბათ ნიკა გვარამიზე პირველ გზაზე გავიდოდა კერძო კომპანიის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომ მოიხმარდა ის და მისი ოჯახის წევრები. აი ამისთვის დაიჭირა ბიზინა ივანიშვილმა. მას სინამდვილეში ხო ვიცით რატომაც დაიჭირა. გაიგო ეს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დავალოდებით რას გააკეთებს. მადლობა ნიკა. წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა რომ ჩაგვერთეთ.